დილამშვიდობის მოგესალმებით კომერსანტის დილა ეთერში და დღეს ოთხშაბათია, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ წარმოგიდგენთ რუბრიკას როგორ ვიზრუნოთ სამეზობლოზე Citycom-თან ერთად. დღეს თავად კომპანიის ისტორიაზე უნდა ვისაუბროთ და ასევე გავიგოთ რა სამომავლო გეგმები და პროექტები აქვს დაგეგმილი კომპანიას, რომელიც უკვე მერვე წელიწადია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს. ჩვენ სტუმრებს წარმოგიდგენთ პირველ რიგში დავით პირველაშვილი, Citycom-ის დამფუძნებელი და ასევე ლევან შარანგია, Citycom-ის თანადამფუძნებელი არიან ჩვენთან სტუდიაში. მადლობა მობრძანებისთვის პირველ რიგში და მოგესალმებით. გამარჯობა, მადლობა მოწვევისთვის. მე როგორც აღვნიშნე, უკვე Citycom-მა სულ ახლახანს აღნიშნა მერვე დაბადების დღე. მოგილოცავთ პირველ რიგში. 8 წელი არ არის ცოტა და უკვე ნიშნავს, რომ ეს განაცხადია კომპანიისთვის და მოდით, ბატონ დავით, დავიწყოთ თქვენით და მოგვიყევით, საიდან დაიწყო სულ პირველად, როგორი იყო ნაბიჯები და Citycom-ის ისტორია. დიდი მადლობა მოგწვევისთვის და მოწვევისთვის. 8 წლის წინ დავინახეთ შესაძლებლობა, რომ სამეზობლოები გაგვერთიებინა ციფრულ სივრცეში და მიგვეცა შესაძლებლობა, რომ გამჭვირვალე და ღიად ემართათ თავიანთი გარემო და თავიანთი სამეზობლო და 8 წლის თავზე შეგვიძლია გითხრათ, რომ ამ იდეამ გაამართლა, მეზობლებმა აიტაცეს ეს პლატფორმა იმ მიზეზით, რომ მარტივად და კომფორტულად შეუძლიათ თავიანთი სამეზობლოები მართონ ამ სივრცეში და ეს ან გვახარებს, რომ უკვე 300,000-ზე მეტ მოხმარებელს ვაერთიანებთ და ეს რიცხვი თვიდან თვემდე იზრდება. კი ბატონო, აი მოდით აი მე ჯერ დასაწყისზეც გავამახვილოთ ყურადღება და შემდეგ ბუნებრივია შედეგები, რაზეც ჩვენს ეთერშიც არაერთხელ გვისაუბრია და შთამბეჭდავია, თუმცა ბატონო ლევან, თქვენ გითხარით აი პირველი სამეზობლოები, ვინც ჩაერთნენ მაშინ და ნდობა გამოგიცხადეს, ხო ალბათ ეს კომპანია, რომელიც იწყებს და ენდობა და ჩაერთო ამ პროცესში და თან კომუნიკაცია როგორ იყო, რამდენად გაგიჭირდათ, რამდენად მარტივად წამოვიდნენ თანამშრომლობაზე? პირველი Citycom-ელები ჩვენი მეზობლები იყვნენ, ვისაც ამ იდეის შესახებ მოუყევით, რა თქმა უნდა, როგორც ყველა სტარტაპი საჭიროებს გარკვეულ გამოცდილებას, ტესტირებას. მხარი დაგვიჭირეს, როგორც ინიციატივას, ჯეროდათ ამის განვითარების და ძალიან მადლიერები ვართ მათი, ჩვენი მეზობლების, რომლებიც გაგებით მოეკიდნენ იმ სატესტო პერიოდს, სადაც უნარი გავდით ამ პლატფორმას, რომელიც საკმაოდ გადამდები გახდა შემდეგ უკვე სხვადასხვა ქართული მეზობლებისთვის და დღეს ასობით 1000 სამეზობლოს აერთიანებს ჩვენი პლატფორმა. რომლებიც მისი საშუალებით საკმაოდ აქტიურად არიან ჩართული გარკვეულ ინიციატივებში, ზრუნავენ თავიანთ გარემოზე, რაც ძალიან გვახარებს. კი ბატონო, აი პირველი ჩვენი თქვა სამეზობლოს წევრები იყვნენ, ბატონ ლევან მახსენა, თუმცა მოდით აი გამოწვევებზე გითხარით, ხო რა იყო ყველაზე რთული ამ გზაზე, ამ 8 წლის განმავლობაში, როდესაც იწყებდით, ალბათ ხო აი ნდობის მომენტია ყველაზე მნიშვნელოვანი, შემდეგ როდესაც შედეგი დაინახეს, ალბათ გამარტივდა ეს პროცესი, მაგრამ აი თავარი გამოწვევები რაც შეგხვდათ ამ პროცესში. როგორც ყველა სიახლეს, თავიდან გამოწვევები რა თქმა უნდა გქონდა და ეს გამოწვევები დღემდე გრძელდება, გულისხმობ რას, რომ სამეზობლოს მეზობლებს ხშირად აქვს წარმოდგენა, რომ მათი სამეზობლო არის განსაკუთრებული უყურადღებობით გამორჩეული, არ უნდათ მათ მეზობლებს ზრუნვა და ასე შემდეგ, რაც შემიძლია გითხრათ ჩვენი 8 წლიანი მუშაობის თავზე, რომ ეს არ არის სწორი. საკმარისია თითოეულ სამეზობლოში გამოჩნდეს ერთი ან რამოდენიმე ინიციატორი, რომელსაც სურვილი აქვს და იდეა აქვს, რომ სამეზობლოზე იზრუნოს და დღევანდელი სტატისტიკით 80%-ზე მეტი მეზობელი მათსავე სამეზობლოში ერთიანდება მათ გარშემო და იწყებენ ზრუნვას. ანუ თავიდან გამოწვევა იყო ის, რომ ზუსტად ის წარმოდგენა, რომ ჩვენ რომ მივიდიოდით და ვესაუბრებოდით, რომ ვიცით რა, საკმარისია თქვენ მიზანი გქონდეთ და თქვენი სამეზობლო გაერთიანდება, ის არ ჯეროდათ, ეგონათ რომ მათი სამეზობლო განსაკუთრებულად უყურადღებო იყო, მაგრამ მე ერთიანი მუშაობის და რამოდენიმე უკვე ჩვენს სისტემაზე როგორც კი შემოვერთებოდნენ, თვითონაც ხედავდნენ სტატისტიკას, რომ იდეის გარშემო და მიზნის გარშემო ყველას ეხალისება გაერთიანება, მით უფრო რომ ხედავენ ამ გაერთიანების შედეგს და პროცესს, რასაც გამჭვირვალობა უზრუნველყოფს. კი ბატონო, მოდით აი სამეზობლოებზე გითხარით, აღვნიშნეთ, რომ უკვე არ არის და თბილისის გარდა ჩვენ გვისაუბრია, რომ ბათუმშიც არის წარმოდგენილი. დღეისათვის როგორი მონაცემები და სტატისტიკა, რამდენ მეზობელს აერთიანებს და დღეს როგორია უშუალოდ Citycom-ი? დღეს უკვე 300,000-ზე მეტ მეზობელს ვაერთიანებთ, ეს არის 2,000-ზე მეტი ამხანაგობა, ეგრეთ წოდებული.
ჩვენი საშუალებით მეზობლებს აქვთ ციფრული სივრცე, სადაც შეუძლიათ უფრო მოქნილები იყვნენ, რა კუთხით, რომ ანუ სამეზობლო სჭირდება თავისთავად ზრუნვა იმ ნაწილში, რომ საერთო სივრცე განვავითაროთ, გადავიხადოთ სერვისულ ნაწილში ის ყოველდღიური ხარჯები, რომელიც შეიძლება იყოს როგორც საერთო სივრცეების მოვლა, მათი განვითარება, რაღაცა გარკვეული ინიციატივები, შეიძლება კომერციული თვალსაზრისითაც დავტვირთოთ ჩვენი ის წითელი ხაზები, რომლებიც ეზოებში არის და ამ შესაძლებლობით მეზობლები უფრო მეტად მჭიდრო კავშირში არიან ერთმანეთთან, ღებულობენ მაღალ პასუხისგებლობას და ჩვენი დახმარებით რაშიც რეკომენდაციებს უწევთ, გვაქვს 2000-ზე მეტი სერვის პროვაიდერი, სერვის მარკეტინგი, სადაც შეუძლიათ სხვადასხვა მომწოდებლების შეარჩიონ ჩვენი გამოცდილებაზე დაყრდნობით, უფრო მეტად აქტიურები იყვნენ და ჩართულები იყვნენ სხვადასხვა ინიციატივაზე და საკმაოდ პროგრესირებენ. დაგროვების ნაწილში თვითონ ზრუნვას, რაც შეეხება 87%-ზე მეტი არის ჩვენი გამოცდილებით, როგორც კი კორპუსში ჩვენი ციფრული პლატფორმა ჩაეშვება და მეზობლები ძალიან კმაყოფილები არიან. ჩვენ გვაქვს უამრავი ფაქტი ამის შესახებ, არნითარებენ ეზოებს, აშენებენ დაუშვათ საბავშვო მოედნებს, სკვერებს, აქვს სხვადასხვა საინტერესო ინიციატივები და თამბოლობის გარეშე ამით ძალიან ვამაყობთ. კი ბატონო, ჩვენც არაერთხელ გვისაუბრია იმ საინტერესო პროექტებზე და იდეებზე, რაც სამეზობლოებს ამ პროცესში უჩნდებათ. მოდით სამომავლო გეგმებზეც ვისაუბროთ, რას უნდა ელოდნენ უკვე არსებული სამეზობლოები, ვინც ჩართული არიან Citycom-ში და ადამიანები, მეზობლები, ვინც გვისმენენ, გვიყურებენ ახლა შესაძლოა და ფიქრობენ, როგორ გააუმჯობესონ და თუნდაც ის განცდა, რომ აი ჩვენი სამეზობლო ყველაზე ინიციატივის გარეშეა და რაღაც პროექტების გარეშეა, აი ამ ყველაფერს მხოლოდ რაღაცა დაგეგმა სჭირდება. ხომ ბატონო დავით, გეგმები რა გაქვთ, რა მოლოდინია უკვე შემდგომი განვითარების ეტაპთან დაკავშირებით? მადლობა კითხვისთვის. აქტიურად მუშაობთ ჩვენი აპლიკაციის განვითარებაზე, სხვადასხვა ფუნქციონალს. მარტივად რო გითხრათ, გვინდა დავამატოთ ისეთი ფუნქციონალი, რომელიც შესაძლებლობას მიცემს, რომ დღეს თუ ფიზიკური პირები არიან სამეზობლოებში გაერთიანებული, ხვალ და ზეგ შემოუერთენ ამ სამეზობლოებს კერძო სექტორი, ბიზნეს სუბიექტები, იმიტომ რომ ისინი მეზობლები არიან და მათაც გააკეთონ კონტრიბუციები სამეზობლოს სიკეთისთვის. ასევე ვამატებთ ფუნქციონალს იმ ნაწილში, რომ მეზობლებს მიცეთ შესაძლებლობა კომუნიკაციის ჩვენსავე პლატფორმაზე, მნიშვნელოვანია მეზობლებისთვის ერთმანეთთან კომუნიკაცია და სხვადასხვა ფუნქციებს ვამატებთ უფრო მეტი გამჭვირვალობისთვის და უფრო მეტი ფინანსური ანალიტიკისთვის, რაც შეგვიძლია გითხრათ, რომ ამ წელს უკვე გვექნება ეს ყველაფერი. კი ბატონო, ანუ ეს მოთხოვნაც და ეს სიახლებიც დაენერგილია იმაზე, რაც მოდის მათგან, ხო? აქტიური ჩართულობა გვაქვს თითოეულ სამეზობლოსთან, გვაქვს ყოველდღიური კომუნიკაცია და გავაერთიანეთ ყველა ის მოთხოვნა, რაც სხვადასხვა პერიოდში ჩვენს მომხმარებლებს და სამეზობლოებს ჰქონდათ და ვეცადეთ, რომ ყველა ის რეკომენდაცია და შენიშვნა თუ რაიმე ჰქონდათ, გაგვეთვალისწინებინა ამ ყველაფერში. ანუ Citycom-ის განვითარება 8 წლის მანძილზე არის მხოლოდ მომხმარებლების მხრიდან წამოსული რეკომენდაციებზე ჩვენი პასუხი. ძალიან აქტიურად არიან სამეზობლოები ჩართულები და ხშირად აი უანგაროდ გვაძლევენ ისეთ საინტერესო იდეებს და რეკომენდაციებს, რომ სხვა გზა არ გვხვდება, რომ გავითვალისწინოთ. ისთვისაც ძალიან დიდი მადლობა თითოეულ მათგანს. კი ბატონო, და ამ კერძო სექტორზეც გითხარით, ამ ნაწილზეც ამ მოთხოვნასაც ხედავთ, ხო? რომ ბიზნეს აი რაღაც ცენტრებში ასეთი შეთავაზება იყოს. არა, თვითონ ბიზნესაც აქვს სურვილი, რომ სამეზობლოების ზრუნვაში ჩაერთონ ეს შეგვიძლია თქვათ, რომ სოციალური პასუხისმგებლობა, შეიძლება ითქვას, რომ პირდაპირ ვალდებულებაც არიან, იმიტომ რომ ისინი სამ საზოგადოების წევრები არიან. რადგან მეზობლები ზრუნავენ, თვითონ მეზობლებიც ავალდებულებენ იმ სუბიექტებს, რომლებიც იქ ოპერირებენ, რომ ჩაერთონ საერთოზე ზრუნვაში. ჩვენი ერთი სლოგანი არის საერთოზე ზრუნვა და საერთოზე ზრუნვის შინაარსიდან გამომდინარე, ყველა უნდა ვიზრუნოთ საერთოზე. თანაბრად, ვინც მონაწილე ამ კი ბატონო. კი ბატონო, და ბატონო ლევან, თქვენ გითხარით სამეზობლოებთან დაკავშირებით, როგორი იქნება რჩევა იმ ადამიანებისთვის, სამეზობლოებისთვის, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს ან გადაწყვიტა, რომ ჩაერთოს Citycom-თან აი დიდ სამეზობლოში, რომელიც უკვე არის. მთავარი არის
ინიციატივის არ შეგვეშინდეს, იმიტომ საჭიროება ყველა სამეზობლოს აქვს, თუ კი ნებისმიერი, ასე ვთქვათ, შემადგენელი რაც არის ეს სერვისული ნაწილი, თუ სივრცე, თუ ასე შემდეგ და ყველაფერი რიგზია, მაინც ორიენტირებულები ვართ განვითარებაზე, გვინდა გაუმჯობესება, უკეთესი გარემო, ამისათვის სულ ერთი ადამიანის ინიციატივაც და მცირე საინიციატივო ჯგუფიც კი ძალიან დიდ გარდამტეხ როლს თამაშობს იმაში, რომ აიყოლიოს დანარჩენი სამეზობლო წევრები და ყველამ ერთად, როგორც ეგანა უნიშნეთ, ჩვენი გამოცდილებით 80-87% პირველი ორი და მესამე თვის თავზე უკვე 87%-იანი ჩართულობა არის იმ ზრუნვის ნაწილში, რომლის უკანაც არის თითოეული მეზობლის ინიციატივა. ანუ გადამდები ხდება ეს პროცესი, ხო? როდესაც ხედავენ ვიღაც ზრუნავს ეს მათთვის და კი ბატონო, ნამდვილად ასია. დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. მე შეგახსენებთ, რომ Citycom-მა, კომპანია Citycom-მა მერვე დაბადების დღე აღნიშნა და დღეს გადაცემაში ჩვენ სწორედ Citycom-ის ისტორია მოვისმინეთ და გავიგეთ იმ გეგმების შესახებ, რასაც წარმოადგენს Citycom-ი უახლოეს პერიოდში სამეზობლოებისთვის. ჩვენი სტუმრები კი გახდნენ დავით პირველაშვილი, კომპანია Citycom-ის დამფუძნებელი და ლევან შარანგია, კომპანია Citycom-ის თანადამფუძნებელი. მადლობა მობრძანებისთვის და წარმატებებს გისურვებთ. რუბრიკის ფარგლებში ერთი კვირით მომავალ 4 შაბათამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.